რუსეთის ინიციატივით შესაძლოა ნატოს მსგავსი ორგანიზაცია შეიქმნას. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ვერსიებს განიხილავენ. 6 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და სომხეთი, ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნაზე შეთანხმდნენ. ქეთი ჩახელი დეტალებით. რუსეთი, ბელორუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი საერთო საჰაერო და სახმელეთო შეიარაღებულ ძალებს შექმნიან. დუშანბეში გამართულ სამიტზე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. 6 ქვეყანამ შეიარაღებული ფორმირებების ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებასაც მოაწერა ხელი. ვაპირებთ შეიარაღებული ფორმირებების გაძლიერების გაგრძელებას. ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. ჩვენი შეთანხმება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ღია ვარ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების კრიზისებზე რეაგირების ცენტრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდება. უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის გეგმების განხორციელება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. ამის მიზეზი კი ორია. მონაწილე ქვეყნებმა ორგანიზაციას გარკვეული სუვერენული უფლებები უნდა გადასცენ და ასევე გადაწყვიტონ შიდა სადაო საკითხები. ოდეკაბეს წევრ ქვეყნებს შორისაც არსებობს პრობლემა, მათ შორის დღემდე არის ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის დემარკაციის პრობლემა, ასე რომ მთელი ამ ბერკეტების და მექანიზმების ამუშავებას რუსეთის მხრიდან სერიოზული მცდელობა დაჭირდება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გეგმებში საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს პარლამენტის წევრთა ნაწილი. თუმცა დეპუტატთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობასთან საქართველოს მეგობრული ურთიერთობები აქვს. ამ ორგანიზაციაში შემოვალი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არის მეგობრული სახელმწიფოების საქართველოსთვის, მხოლოდ ერთი სახელმწიფოა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ოკუპანტი. შესაბამისად, საფრთხეების ზრდა ან ნაკლებობა ამასთან მიმართებაში არ არსებობს. ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იქნება საფრთხის შემცველი ესეთი მოქმედებები, რომელიც მილიტარიზაციას უკავშირდება, მithumetes არამეგობრული პრაქტიკულად საოკუპაციო ქვეყნის მხრიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნები, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ამ ფორმატში მონაწილეობენ, სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ეს ის ქვეყნებია, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან აქვს იმ დონეზე, რომ მათგან ყოველ შემთხვევაში არ იგრძნოს საფრთხე. ეს არის რუსული იმპერიული ამბიციები. საქართველოსთვის არის ნომერ პირველი საფრთხე, ყველა ფორმით და ყველა გამოვლინებაში. კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება 1992 წელს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმომწერი 1999 წლამდე საქართველოს იყო. დუშანბეში გამართული სამიტის დასრულებისას კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ერთი წლით სომხეთმა ჩაიბარა.